2015 წლის ივლისი. ორი კაცი აგვირდება გეტის საავიაციო ბაზას ბრეშიაში, იტალია. მაგრამ ისინი ჯარისკაცები არ იყვნენ. ისინი ISIS-ის წევრობის მსურველები იყვნენ. მათი მიზანი? მათ სურდათ მოეპარათ იქ შენახული 15 ამერიკული ბირთვული იარაღიდან რამდენიმე და დაებრუნებინათ ხალიფატში. საბედნიეროდ ეს მხოლოდ საუბარი იყო. ეს კაცები მაინც და მაინც გაცაფულები არ იყვნენ. მათ არ ჰქონდათ იარაღი და 2015 წლის ტექნოლოგიით იყვნენ შეზღუდულნი. ამიტომაც მარტივად დააკავეს. მაგრამ მათი გეგმის განხორციელება შესაძლებელი იყო და სწორედ ეს არის მთავარი. ახალი და ძველი ტექნოლოგიებიდან დაწყებული, პოლიტიკით დამთავრებული, რომელიც მებრძოლი თვითმფრინავივით სწრაფად იცვლება. აი, რატომ არ არის ამერიკის ბირთვული იარაღი ისეთი უსაფრთხო, როგორც თქვენ გგონიათ? უმეტესობა ფიქრობს, რომ ისინი დაცულ და შორეულ ადგილებშია შენახული ძლიერი დაცვით. და ასეა. თუმცა მხოლოდ მათი ნაწილი. მაგრამ ამ იარაღებიდან ზოგიერთი ამერიკის მიწაზეც კი არ არის. ისინი ინახება 6 ნატოს ავიაბაზაზე, 5 უცხო ქვეყანაში. ნიდერლანდები, ბელგია, გერმანია, იტალია და თურქეთი. არა რომელიმე საიდუმლო ოპერაციების მთის ბაზა, რომლის სახელიც გასაიდუმლოებულია. ავიაბაზები, რომლებიც განთავსებულია ევროპის ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ სამოქალაქო ტერიტორიებზე. ბიუხელის ავიაბაზა გერმანიაში მდებარეობს სასოფლო-სამეურნეო მიწების შუაგულში. Kleine Brogeli, ბელგიაში მდებარეობს ავტობანთან, ქალაქ ბეერთან 1 მილზე ნაკლებ მანძილზე. ეს ნიშნავს, რომ იქ მყოფ ნებისმიერ ადამიანს მათი ძებნა არ სჭირდება. ისინი უკვე მარტივად ხელმისაწვდომია, თუ ვინმე გადაწყვეტს მოქმედებას. მაგრამ მათი მდებემდებარეობა არასდროს ყოფილა საიდუმლო. საიდუმლო სწორედ მათი მოწყვლადობაა. ასე რომ, ეს ფაქტობრივად უზარმაზარ უსაფრთხოების გარღვევას თვითონვე ეპატიჟებოდა და სწორედ ეს მოხდა 2025 წლის ნოემბერში. არავინ ოფიციალურად არ ადასტურებს და არც უარყოფს, რომ ბირთვული იარაღი ამ ბაზებზე იყო, მაგრამ ყველა მიცის, რომ ასეა. ეს ერთ-ერთი ყველაზე ცუდად შენახული საიდუმლოა ევროპაში. თანამგზავრული სურათები აჩვენებს იმას, რაც იქ ხდება და მოყვარული ტერორისტიც ამას ყურადღებას აქცევდა. პასუხი არის ცივი ომის დროინდელი ნაშთი, რომელიც არავისგან უახლებია. ჩვენ 21 საუკუნის ობიექტებს 1960-იანი წლების აზროვნებით ვიცავთ. სულ მცირე 100 B-61 ბომბია გაფანტული ევროპაში. თითოეული მათგანი იმდენად პატარაა, რომ ფიკაპის უკანა ნაწილში ეტევა და შეუძლია ბრიუსელის ზომის ქალაქი ერთი აფეთქებით გაანადგუროს. ყველა ეს 100 ბომბი ერთად 2 სტანდარტულ სატვირთო კონტეინერში ჩაეტევა, მაგრამ ეს არ არის ყველაზე შემაშფოთებელი ნაწილი. ეს არის მოძველებული პოლიტიკური შეთანხმებები, ბაზის პროტოკოლები და უსაფრთხოების საკითხები, რომლებიც თავად იარაღის დიზაინშია ჩადებული. ტაქტიკური ბირთვული იარაღები მხოლოდ მცირე სიმძლავრით არ გამოირჩევა. ისინი სხვანაირადაა აგებული. ისინი უფრო პატარაა, მსუბუქი და ადვილად სატარებელი. ასე უნდა იყოს, თორემ გამანადგურებელი თვითმფრინავები მათ ვერ გადაიტანენ. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მათი შიდა საკეტები უახლესი ტექნოლოგიითაა აღჭურვილი, მათი ფიზიკური გარემო ბევრად უფრო დაუცველია. იმიტომ რომ ისინი პატარაა, პორტატული და ეს მათ ტერორისტებისთვის მიმზიდველ ნადავლად აქცევს. აშშ ინარჩუნებს ოპერაციულ კონტროლს და უნდა მისცეს ნებართვა ნებისმიერ გამოყენებაზე, მაგრამ თუ სროლა დაიწყება და სიტუაცია დაიძაბება, ბელგიელმა ან გერმანელმა პილოტმა შეიძლება ამერიკული ბირთვული იარაღი კონფლიქტში გამოიყენოს. ეს უზრუნველყოფს, რომ ნატო არ დაკარგავს ბირთვული იარაღით საპასუხო დარტყმის შესაძლებლობას, თუ კი ყველა ამერიკელი პილოტი განეიტრალდება. ეს არც თეორიული ვარიანტია. ეს ნატოს ამჟამინდელი ოპერაციული სტრუქტურაა. ეს დოქტრინა კარგია, როცა ალიანსი ერთიანია, მაგრამ დღეს ასე ნამდვილად არ არის. თუ ნატოს ვეღარ შეუძლია შეთანხმდეს იმ საკითხებზეც კი, რაც ადრე ჩვეულებრივი იყო, როგორ უნდა დაიცვას ბირთვული იარაღი ახალი ტაქტიკებისა და ტექნოლოგიების საფრთხისგან. ამის მაგალითი უკვე იყო. 2025 წლის 19 აგვისტოს ღამეს იტალიაში ავიანოს საჰაერო ბაზასთან ახლოს ხელისუფლებამ რაღაც უცნაური შენიშნა. როცა ისინი ამის გამოსაძიებლად მივიდნენ, ადგილზე ქალი ნახეს, რომელიც ტერიტორიის ფოტოებსა და ვიდეოებს იღებდა. მიჩნეული იყო, რომ რუსი აგენტები ბაზაზე დივერსიის შესაძლებლობას იკვლევდნენ, სადაც უსაფრთხოების ექსპერტების აზრით 20-დან 30-მდე ბირთვული იარაღია განთავსებული. და ავიანოს ინციდენტი ერთჯერადი შემთხვევა არ ყოფილა. იმავე წელს ნატოს ბაზებმა მთელ ევროპაში დაიწყეს სხვა ტიპის საფრთხესთან გამკლავება, რომელიც უფრო პატარა, იაფი და ბევრად რთულად დასადგენი იყო. 2025 წლის ნოემბერში Kleine Brogels მოულოდნელი სტუმრები ეძვივნენ. დრონები. ბაზაზე სირენები ჩაირთო, პოლიციის მანქანები დაედევნენ, გამოიძახეს ვერტმფრენები, მაგრამ მათ ვერ შეძლეს შემოჭრილების დაჯერა, რომლებიც ბაზის ტერიტორიაზე რამდენჯერმე შენიშნეს. ეს შემთხვევითი არ იყო. დრონები მარტივ მარშრუტს არ მიყვებოდნენ. ბელგიის თავდაცვის მინისტრის თეო ფრანკენის თქმით, მათ მკაფიოდ ჰქონდათ მიღებული ბრძანება ბაზის მიზანში ამოღებაზე. ასევე დრონების შეჭრა მოხდა ნიდერლანდების ვოლკელენის საავიაციო ბაზაზეც. ნიდერლანდების უსაფრთხოების ძალებმა მართლაც გახსნეს ცეცხლი შემოჭრილებზე, მაგრამ მათი ჩამოგდება ვერ შეძლეს.
ეს სამი მთავარი ინციდენტი რუსულ დაზვერვასთან იყო დაკავშირებული. ეს ავლენს ბირთვული გაზიარების სისტემის პირველ მთავარ სისუსტეს. მისი ცივი ომის არქიტექტორებმა ეს ბაზები შექმნეს, რათა გამკლავებოდნენ საბჭოთა კავშირისგან მომდინარე ჩვეულებრივ და ბირთვულ საფრთხეებს. ისინი პირდაპირ დიდ სურათზე იყვნენ კონცენტრირებულნი და მათი თავდაცვაც ასე იყო მოწყობილი. თუმცა მათ მცირე საკითხები უგულებელყვეს. ცივი ომის დროს მტრის თვითმფრინავების თვალთვალი მარტივი იყო. დღევანდელი დრონები ბევრად უფრო მანევრულები არიან. ნატო ამისთვის მზად არ იყო. ფრანკენმაც სწორედ ეს თქვა, როცა თავის მთავრობას ანტიდრონული თავდაცვის სისტემებში მეტი ინვესტიციისკენ მოუწოდა. როდესაც ადგილზე ამერიკის 10-დან 20-მდე ტაქტიკური ბირთვული იარაღია განთავსებული, ეს ალბათ კარგი იდეაა. რადგან პრობლემა მხოლოდ ის არ არის, რომ ეს ბაზები ჩანს, არამედ ისიც, რომ თანამედროვე ტექნოლოგია მათ მუდმივად გამოცდის საშუალებას იძლევა. მაგრამ ტექნოლოგია მხოლოდ აისბერგის წვერია. ამ ინციდენტების უკან დგომი სტრუქტურებისთვის მზადება კიდევ უფრო რთულია. ავიანოში ჩადენილი განზრახი ხანძარი და ბელგიასა და ნიდერლანდებში გამოყენებული დრონები ნაცრისფერი ზონის ტაქტიკის მაგალითებია. ეს არის ძირის გამონთხრელი ან მოტყუებითი ქმედებები, რომლებიც შეიარაღებული კონფლიქტის ზღვარს ქვემოთ რჩება. რუსეთისთვის ბაზებზე ნაცრისფერი ზონის ტაქტიკის გამოყენება ორ მიზანს ემსახურება. ეს რა თქმა უნდა აგროვებს სადაზვერვო ინფორმაციას, მაგრამ ასევე ნატოს ჯარებსა და ტექნიკას მუდმივ მზადყოფნაში ამყოფებს. ეს არის მცირე მასშტაბის ამოფითვის ომი. ეს ამცირებს მორალს, ზრდის ოპერაციულ ხარჯებს და შესაძლოა ალიანსის წევრებს შორის უთანხმოებებს გამოიწვევს, თუ როგორ უნდა უპასუხონ. ეს თავად ალიანსისთვის პოლიტიკურ სტრეს ტესტად იქცევა და არა უსაფრთხოების პრობლემად. ნატომ დააგვირდა, როგორც ცვლიდნენ დრონები ომს აზერბაიჯანსა და უკრაინაში, მაგრამ მაინც არ იყო მზად. საუბარი არ არის იმაზე, რომ ვერავინ წინასწარ ხედავდა რა მოდიოდა. უბრალოდ ბიუროკრატიამ არ გადადგა ნაბიჯი. წლების განმავლობაში უსაფრთხოების ექსპერტები, როგორიცაა ჰენს ემ ქრისტენსენი, ამერიკის მეცნიერთა ფედერაციიდან, აფრთხილებდნენ, რომ ევროპული ბაზები, სადაც ამერიკის ბირთვული იარაღია განთავსებული, განსაკუთრებით ნატოსთან ბირთვული გაზიარების პროგრამაში, მოუმზადებელია თანამედროვე საფრთხეებთან გასამკლავებლად. ამ იარაღების უკან დგომი ვარაუდი დღესაც იგივეა, რაც იყო მე-20 საუკუნის შუა პერიოდში. და ეს ვარაუდი კიდევ რამდენიმე სისუსტეს იწვევს. პირველი არის ის, რაზეც ყველა საუბრობს. ნატოს ძირითადი სტრუქტურა შეიქმნა ბევრად ადრე, ვიდრე ვინმეს რაიმე გაეგებოდა კიბერ ომის შესახებ. ალიანსის კიბერუსაფრთხოება, ან მისი ნაკლებობა, კიდევ უფრო დიდი საფრთხეა და ყოველდღიურად უარესდება. ამ ქვეყნებში აშთშ-ის ბირთვული იარაღისთვის კიბერსაფრთხე ფილმებში ნაჩვენებივით არ არის. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ისინი რომელიმე მავნე კომპიუტერული პროგრამის მიერ გაიდაცონ. აქ საფრთხე ბევრად უფრო ფარულია. იმდენად ფარულია, რომ ალიანს, როგორც ჩანს, არც კი ესმის, რომ თუნდაც საბაზისო სიფრთხილის ზომების მიღებაა საჭირო. 2021 წლის მაისში ამერიკელი ჯარისკაცები, რომლებიც იქ B-61-ების დაცვაზე იყვნენ პასუხისმგებელნი, თავიანთი უსაფრთხოების პროტოკოლების დასამახსოვრებლად სასწავლო ბარათების აპლიკაციებს იყენებდნენ. ეს არ იყო საიდუმლო სამხედრო აპლიკაციები. ისინი ყველა საჯაროდ ხელმისაწვდომი ინტერნეტში იყო. და რა გახდა ცნობილი? ყველაფერი. პატრულირების სიხშირეები, კამერების მდებარეობები და ისიც კი, რომელი საცავები იყო მოტყუებისთვის განკუთვნილი. ეს ყველაფერი ხელმისაწვდომი იყო Google-ში უბრალოდ ძიებით. როგორც ჩანს, ნატოში არავინ მიხვდა, რომ მათ უნდა დაერიგებინათ ჯარისკაცები. ასეთი რაღაცები არ გაეკეთებინათ. დღეს ეს გაცილებით უფრო მარტივია, ვიდრე ონლაინ ძებნა. იმ დროს საჭირო იყო უცნაური ფრაზების შეხვანა ავიაბაზების სახელებთან ერთად, რომ ფლეშ ბარათები გეპოვათ. ეხლა ხელოვნური ინტელექტის ასისტენტები საჯაროდ ხელმისაწვდომ ინფორმაციას წამებში აერთიანებენ. კომერციული სატელიტური გამოსახულებები მუდმივად ახლდება. ღია წყაროების დაზვერვის საზოგადოებები ონლაინში რეალურ დროში თანამშრომლობენ. დაგვირგვების ბარიერი აღარ არსებობს. და ეს ბაზები შექმნილი იყო იმ სამყაროსთვის, სადაცაც ინფორმაცია უფრო ნელა მოძრაობდა. 2026 წლის აპრილში ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორიამ ანთროპიკმა შეაჩერა თავისი ახალი მოდელის Claude Mythos-ის გამოშვება, რადგან ის თითქოს ზედმეტად კარგად პოულობდა პროგრამული უზრუნველყოფის სისტემებს, რომლებსაც ჰაკერები გამოიყენებდნენ. საკმაოდ სერიოზული გახდა სიტუაცია, რომ აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ საგანგებო შეხვედრა მოიწვია ამერიკის ფინანსური სექტორის ლიდერებთან, რათა განეხილათ მათი ინსტიტუტების პოტენციური კიბერუსაფრთხოების რისკები. მაგრამ ნატომ არ გააგრძელა ეს საკითხი. სინამდვილეში მისი 2024 წლის ხელოვნური ინტელექტის სტრატეგიაც კი კიბერუსაფრთხოებას არც კი ახსენებს. როდესაც ის მტრული სუბიექტების მიერ ხელოვნური ინტელექტის გამოყენების საფრთხის მინიმიზაციაზე საუბრობს, ყურადღებას ამახვილებს დეზინფორმაციის გაზრდის შესაძლებლობებსა და გენდერული ნარატივების იარაღად გამოყენებაზე. ნატოს ბაზებსა და critical infrastructure-ზე მასიური დაზვერვითი გაჟონვის ან მავნე პროგრამის შეტევის შესაძლებლობები, როგორც ჩანს, საუბრის ღირსად არ ჩათვალეს. ეხლაც კი ალიანსი ისევ მე-20 საუკუნის რეჟიმშია გაჭედილი. ყველაფერი იწყება იმით, თუ სად მდებარეობს ეს ბაზები. ისინი ღრმად არიან განთავსებული, თითქოს მეგობრულ ნატოს ტერიტორიაზე.
მათი მთავარი მიზანი იყო თვითმფრინავებისა და იარაღის განთავსება, რათა მიიღწიათ იმ ადგილამდე, რაც აღმოსავლეთ ევროპის საბრძოლო ველად ითვლებოდა. არავის უფიქრია სერიოზულად შესაძლო სახმელეთო შეჭრაზე ასე შორს დასავლეთში. ეს რთული ადგილი იყო წითელი არმიისთვის მისასვლელად და თუ აღმოსავლეთში საქმე ცუდად წავიდოდა, ბირთვული იარაღის თვითმფრინავით გატანა შეიძლებოდა. გენერლებს წინასწარ გააფრთხილებდნენ. აი, რატო ფიქრობდნენ მეთაურები, რომ ხობეები, უსაფრთხოების კამერები და მცირე რიცხოვანი პატრულები საკმარისი იქნებოდა ბაზის ტერიტორიის დასაცავად. და ასეც იყო. სულ ცოტა ხმით მაინც. 2010 წლის იანვარში ბელგიელი მშვიდობის აქტივისტების ჯგუფმა კლეინე ბროგელის დაცვის სისტემაში შეაღწია. ეს რთული არ ყოფილა. ხობეში ხვრელი იყო, ამიტომ უბრალოდ იქედან შევიდნენ. 1 საათზე მეტი ხნის განმავლობაში გადაადგილდებოდნენ შეზღუდულ ზონაში და სინამდვილეში მონიშნეს თავშესაფარი, სადაც ბირთვული იარაღის ტარებისთვის განკუთვნილი თვითმფრინავები იყო განთავსებული. შემდეგ მათ მოახერხეს აეროდრომის საფარზე გადასვლა, სანამ მხოლოდ ერთმა მცველმა დააგავა. და ეს არც ერთჯერადი შემთხვევაა. 2018 წლის 19 ივლისს გერმანიაში აქტივისტებმა ბიუხელის ავიაბაზაზე ღობეში ხვრელი გაჭრეს. შემდეგ ისინი შევიდნენ შეზღუდულ ზონაში, ისევ დღისით, და იქ დარჩნენ 1 საათზე მეტი ხნის განმავლობაში, ყველა 18-ვე. სამაშეჭრილმა კი ავიდა ბირთვული იარაღის საცავის ბუნკერის თავზე, სადაც სავარაუდოდ ბირთვული იარაღი ინახება. ეს მხოლოდ 2 უფრო უკიდურესი მაგალითია. ბაზები ბევრად უფრო მეტჯერ დაურღვევიათ. ისინი პრაქტიკულად სამოქალაქო დაუმორჩილებლობის მექად იქცნენ ევროპაში. ნატოს ხელმძღვანელობამ უბრალოდ არ ააშენა ბაზაზე უსაფრთხოების სისტემები, იმისთვის რომ სამოქალაქო არეულობას გამკლავებოდა. მაგრამ აქ იწყება ნამდვილად შემაშფოთებელი ამბავი. ფაქტობრივად, ამ ბაზების დაცვა ახლო მდებარე მოსახლეობისგან მარტივი არ არის, რადგან ბირთვული იარაღისთვის ყველაზე დიდი საფრთხე არც ნაცრისფერი ზონის ტაქტიკებია, არც დრონები და არც კატასტროფული კიბერშეტევა. ეს ჩვეულებრივი პოლიტიკაა, რადგან ბომბები უბრალოდ აღარ ინახება მხოლოდ სამხედრო სისტემებში. ისინი ინახება დემოკრატიულ საზოგადოებებში, რომლებიც სულ უფრო მეტად სვამენ კითხვას. საერთოდ რატომ არიან ისინი იქ? აქტივისტები, რომლებმაც 2018 წელს ბიუხელში შეაღწიეს, დააკავეს და ბრალის წარდგენის გარეშე გაათავისუფლეს. შემწყნარებლური მოპყრობა ამით არ დასრულებულა. ფოლკელენში 2023 წლის 8 აგვისტოს 10 მშვიდობის აქტივისტმა შეაღწია ბაზაზე, მივიდა ასაფრენ ბილიკზე, დააკავეს და მცირე ჯარიმის გადახდის ბრძანების შემდეგ გაათავისუფლეს. არც ერთმა მათგანმა ეს ჯარიმა არ გადაიხადა. რატომ აღწევენ ეს ადამიანები ასე იოლად თავს? იმიტომ რომ ბირთვული იარაღის მოცილება მხოლოდ მშვიდობის აქტივისტების სურვილი არ არის. მასპინძელი ქვეყნების მთავრობებში ბევრი ადამიანიც ეთანხმება მათ. არც მათ სურთ ამერიკის ბირთვული იარაღის იქ ყოფნა. არასდროს სურდათ. ირონიულად ეს ერთ-ერთი მიზეზია, რატომაც ისინი უკეთ არ დაუცავთ. პოლიტიკოსებს არ სურთ ბაზებზე უსაფრთხოების გაძლიერება, რადგან ეს მათ არაპოპულარულს გახდის, ან მათ საკუთარ შეხედულებებს ეწინააღმდეგება. 2008 წლის ივნისში აშერჩუ საჰაერო ძალებმა ეს საკითხი შეისწავლეს და გააფრთხილეს, რომ ევროპაში ბირთვული იარაღის განთავსების ობიექტების უმეტესობა საჭირო უსაფრთხოების მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდა. სათვალთვალო კამერები არასაკმარისი იყო. ხობეც კი არ აკმაყოფილებდა სტანდარტებს. ევროპელები არ დაეთანხმდნენ, ხოლო კონგრესს უფრო სურდა საერთაშორისო ინციდენტის თავიდან აცილება, ვიდრე პრობლემის მოგვარება. დაარქვია ამას ნატოს დანარჩენ წევრებთან სოლიდარობის აქტად. ანტიბირთვული პოლიტიკოსების მხრიდან ხმების მოპოვების რისკი ადრე მართვადი იყო, მაგრამ ნატოს ალიანსი აღარ არის ისეთი, როგორიც ადრე იყო. არც ცივი ომის დროს, არც 10 წლის წინაც კი, მართლა. 2020 წლის 16 იანვარს ბელგიის პარლამენტმა ხმა მისცა კლაინე ბროგელში ბირთვული იარაღის მოხსნის სოხსნის საკითხზე. 66 მოხსნის მხარდასაჭერად, 74 წინააღმდეგ. იარაღი დარჩა, მაგრამ ასეთი მცირე სხვაობით პენტაგონს ნამდვილად არ შეუძლია იყოს დარწმუნებული, რომ ასე იქნება შემდეგი ხმის მიცემის დროსაც. და ბელგიელები ერთადერთები არ არიან. ნიდერლანდების პარლამენტმა არაერთხელ მიიღო რეზოლუციები ბირთვული გაზიარების შეთანხმების შესუსმების შესახებ. მას შემდეგ, რაც 2010 წელს აშშ-ს ბირთვული იარაღის გაყვანა სთხოვა, ნიდერლანდებმა სცადა დაეზღვია, რომ მომავალი F-35 ვერ შეძლებდა B-61 ბომბების გადატანას, რაც მათ პრაქტიკულად მოძველებულს გახდიდა. შემდეგ პარლამენტარებმა სცადეს, რომ აშშ-ს კონგრესს მათი ტერიტორიაზე განთავსებული ბომბებისთვის დაფინანსება შეეწყვიტა. და ყოველ ჯერზე, როცა გერმანიაში ახალი მთავრობა მოდის, დებატი თავიდან იწყება. დავტოვოთ იარაღი ბიუხელში თუ გავიდანოთ. ამ მთავრობებს არჩევანი არ აქვთ. მათ უწევთ ეს საკითხი ისევ და ისევ წამოწიონ, რადგან ევროპაში განთავსებული ამერიკული ბირთვული იარაღი თავიდანვე არაპოპულარული იყო. 2019 წელს გერმანიასა და იტალიაში მოსახლეობის დიდი უმრავლესობა, ხოლო ბელგიასა და ნიდერლანდებში თითქმის ნახევარი მოსახლეობა ითხოვდა ბირთვული იარაღის გაყვანას. მხოლოდ მესამედზე ნაკლები იყო მათი დარჩენის მომხრე. ბოლო დროს რამდენიმე რამ შეიცვალა. რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ამიტომ გერმანელები ბიუხელში ბირთვული იარაღის მიმართ უფრო დადებითად განეწყვნენ. თითქმის.
ეხლა იქ მცხოვრები მოსახლეობის 52% ამბობს, რომ მხარს უჭერს B-61-ებს, მაგრამ ეს არასდროს არის გარანტირებული, თუ გავითვალისწინებთ გერმანიის სულ უფრო დაყოფილ პოლიტიკას. და ბირთვული გაზიარების პროგრამისადმი მტრული დამოკიდებულება ატლანტის ოკეანეს მიღმაც ვრცელდება. აქტივისტები, რომლებიც ბიუხელში დააკავეს და შემდეგ გაათავისუფლეს, მხოლოდ ნატოს ევროპული ქვეყნებიდან არ იყვნენ. ზოგი მათგანი ამერიკელიც იყო და მათი შეხედულებები სულაც არ იყო მთავარი დინებისგან განსხვავებული. 2024 წლის მარტში ჩატარებულმა YouGov-ის გამოკითხვა მაჩვენა, რომ ამერიკელთა ნახევარს სურს ბირთვული იარაღისგან თავისუფალი მსოფლიო. 73% ფიქრობს, რომ ბირთვული იარაღი მსოფლიოს ნაკლებად უსაფრთხოს ხდის. მაგრამ ნატოს საფუძვლის რღვევა ბირთვული იარაღის გარშემო არსებულ დავაზე ბევრად ცდება. ნატოს შექმნის მთავარი მამოძრავებელი ძალა შეერთებული შტატები იყო. ეხლა ის დაღლილად გამოიყურება. და ეს არ ნიშნავს, რომ ვაშინგტონი ამ საკითხში სრულიად არალოგიკურია. ნატო ხშირად საუბრობს იმაზე, რომ მისმა წევრებმა სამხედრო ხარჯები MCP-ის მინიმუმ 2%-მდე უნდა გაზარდონ, მაგრამ ამერიკა მაინც მთლიან სამხედრო ხარჯების თითქმის 70%-ს იხდის. მაგრამ უკრაინის ომმა ბევრი რამ შეცვალა. ეხლა ვაშინგტონი ვერ შეძლებს იარაღის გამოტანას ისე, რომ სუსტი არ ეწოდოს და ნატოს ალიანსის საფუძვლები კიდევ უფრო არ შეარყიოს. ბირთვული იარაღის მოულოდნელი გამოყვანა გზავნილს გააგზავნიდა. ამერიკის ერთგულება ევროპის და ნატოს მეხუთე მუხლის მიმართ ახლა ძალიან საეჭვოა. სი ძინფინიც თავის დასკვნას გამოიტანს ამაზე, რადგან ის განიხილავს შესაძლო სამხედრო მომოქმედებას ტაივანის წინააღმდეგ. ასე რომ, ბელგიაში გზატკეცილების გვერდით მდებარე ბაზებიც კი, ან გერმანიაში სოფლის მეურნეობის მიწებზე განთავსებული ბაზები, მოულოდნელად იქცევა სიმბოლოდ იმისა, იბრძოლებს თუ არა ამერიკა რეალურად ევროპისათვის. ასე გადაიქცა ეს იარაღები სამხედრო ინსტრუმენტებიდან პოლიტიკურ მძევლებად. მასპინძელი ქვეყნებისათვის პრობლემა სხვაგვარია. მათ პირდაპირ ვერ ეტყვიან ამერიკელებს, რომ ბომბები გაიტანონ, რადგან ამით ნატოს ალიანსს თავიანთ მხარეს დაასუსტებენ. 10 წლის წინ ეს შეიძლება უბრალოდ დიპლომატიური გაუგებრობის შემდეგ დავიწყებულიყო. თუ დღეს ამერიკელებს ეტყვიან, რომ ბომბები გაიტანონ, ეს ნიშნავს, რომ ამერიკის ერთგულება ნატოსა და ევროპის მიმართ მთლიანად დასრულდება. ასე რომ, თუნდაც საზოგადოებასა და ზოგ პოლიტიკოს ბირთვული იარაღის გაზიარების ქვეყნებში სურდეთ მათი მოცილება, 2026 წელს მათი გატანის გეოპოლიტიკური შეშედეგები შეიძლება კიდევ უფრო მძიმე იყოს, ვიდრე არჩევნების დაგება. აი რატო ცდილობს რუსეთი თავისი ნაცრისფერი ზონის ოპერაციების დაწყებას ბირთვული იარაღის გაზიარების ბაზებზე. ეს ხალხს ნერვიულობას იწვევს, იწყება ბრალდებები და ტრანსატლანტიკური ურთიერთობები უარესდება. ბაზების მიზანში ამოღება პუტინის მხრიდან ჭკვიანური ნაბიჯია. ბომბები ალიანსს ერთად ინარჩუნებს, რადგან ის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაიშალოს. მაგრამ ამავე დროს, ისინი სერიოზულ უსაფრთხოების რისკებს ქმნიან, თუ მასპინძელ ქვეყნებში პოლიტიკური ვითარება ზედმეტად დესტაბილიზდება. ასე რომ, სინამდვილეში არავინ იცის რა უნდა ქნას ამ სულ უფრო მეტად პრობლემურ საკითხებთან. ხოველი დარღვევა, ხოველი დრონი, ხოველი Quizlet-ის ბარათი. ესენი არ წარმოადგენს ნამდვილ საფრთხეს. ნამდვილი საფრთხე ის არის, რაც ხდება მაშინ, როცა ქვეყანა, რომელიც თქვენს ბირთვულ იარაღს მასპინძლობს, თქვენი მოკავშირე აღარ არის. კარგი ამბავი ის არის, რომ ამ 5 ბირთვული იარაღის მასპინძელი ქვეყნიდან 4 ძირითადად სტაბილურია, სულ მცირე საკუთარ ტერიტორიებზე. ეს ისეთი ადგილები არ არის, სადაც ფიქრობთ, რომ ნებისმიერ მომენტში სიტუაცია აირევა. თუ იქ არსებული იარაღი პოლიტიკურ სამიზნედ იქცევა, ვაშინგტონი დიდი ალბათობით წინასწარ მიიღებს გაფრთხილებას. საჯარო კენჭისყრა პარლამენტში, განსაზღვრებით საჯარო კენჭისყრაა. დემოკრატიული ნორმები პროცესს უფრო პროგნოზირებად ხდის, მაგრამ მეხუთე მასპინძელი ქვეყანა სრულიად განსხვავებულია. ინჯერლიკის საავიაციო ბაზაზე აღმოსავლეთ თურქეთში დაახლოებით 20 ტაქტიკური ბირთვული იარაღი ინახება. ცივი ომის დროს ეს იდეალური ადგილი იყო. მდებარეობა კრიტიკული საბჭოთა ბაზების დარტყმის რადიუსში იყო და ამავე დროს შედარებით უსაფრთხო იყო მყისიერი საპასუხო დარტყმისგან. ეხლა ეს ადგილი სამი მიზეზის გამო აღარ არის ისეთი კარგი. პირველი, ის სირიის საზღვიდან 70 მილზე ნაკლებ მანძილზეა. მეორე, ის ირანის რაკეტების მოქმედების არეშია და ირანი ვერ გადალახავს ინჯერლიკის ჩამჭრელ სისტემებს. თუმცა მას შეუძლია სხვა საშუალებებით დაარტყას ბაზას. 2026 წლის იანვარში თურქეთის დაზვერვის აგენტებმა დააკავეს 6 ადამიანი, რომლებიც გეგმავდნენ ობიექტის მეთვალყურეობას. მესამე მიზეზი, რატომაც ინჯერლიკი ეხლა კარგი ადგილი აღარ არის, უბრალოდ ისაა, რომ ის თურქეთშია, რადგან თურქეთი სულ უფრო მეტად ხდება ნატოში უცხო სხეული. 2003 წლიდან რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ბევრი მტერი გაიჩინა. თურქეთში პოლიტიკა აღარ არის ისეთი, როგორიც იყო ცივი ომის დროს. თურქეთი და რუსეთი საუკუნეების განმავლობაში მტრები იყვნენ. ცივი ომიც არ იყო გამონაკლისი. ეხლა კი ერდოღანი ორივე მხარეს შორის ოსტატურად მანევრირებს უკრაინის ომში. და რაც შეეხება მსოფლმხედველობასა და მმართველობის ფილოსოფიას, მას უფრო მეტი საერთო აქვს პუტინთან, ვიდრე მის ეგრეთ წოდებულ ნატოს მოკავშირეებთან. ამიტომაც ბუნებრივია ხალხი საუბრობს თურქეთის ნატოდან გაძევებაზე.
მაგრამ ერდოღანს აქვს უმაღლესი ბერკეტი, ბირთვული იარაღი, რომელიც მის საკუთრებაში არ არის, მაგრამ მაინც მის ქვეყანაშია განთავსებული. უეცრად, ეს განლაგებები აღარ გავს დამამშვიდებელ ფაქტორს და უფრო მეტად ტვირთს გავს. თუ 2016 წლის არეულობა გაფრთხილება იყო, წარმოიდგინეთ რა დიდი საფრთხე შეიძლება წარმოადგენდეს თავად თურქეთის მთავრობა. ყველა ინგრედიენტი მსოფლიოს ყველაზე მძიმე მძევლების კრიზისისთვის უკვე არსებობს და თურქეთს არც კი სჭირდება ნატოდან გასვლა, რომ სიტუაცია დამძიმდეს. შეიძლება აშშ-ს ფიზიკურადაც კი არ შეეძლოს B-61 ბომბების ინჯირლიგიდან გამოყვანა. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ამერიკის ოპერაციულ კონტროლქვეშ რჩებიან, თურქეთი აკონტროლებს სუვერენულ საჰაერო სივრცეს და ბაზის პერიმეტრს. თუ ვაშინგტონი ოდესმე გასცემს გამოყვანის ბრძანებას, თურქეთს შეუძლია უბრალოდ უარი თქვას აშშ-ს სატრანსპორტო თვითმფრინავებისთვის დის დაშვების ნებართვაზე. და ეს მხოლოდ თეორიული საფრთხე არ არის. ეს მოხდა 2016 წლის ივლისში, როდესაც ტანკები სტამბოლის, ანკარისა და ქვეყნის სხვა ქალაქების ქუჩებში გამოვიდნენ. მებრძოლი თვითმფრინავები ცაში იყვნენ და ბომბებს ყრიდნენ საკუთარ პარლამენტზე. თურქეთის უმაღლესი რანგის გენერალი მისმა პირადმა დაცვამ გაიტაცა. ჯარები საკუთარ თავს შინ მშვიდობის საბჭოს უწოდებდნენ. მათი მიზანი რა იყო? ერდოღანის ხელისუფლებიდან ჩამოშორება. თავიდან ჩანჩანდა, რომ მათ შეიძლება გაემარჯვათ. შემდეგ რაღაც მოხდა. ხალხი ქუჩებში გამოვიდა და ტანკებს წინ დაუდგა მხოლოდ სამზარეულოს დანებით. ლოიალური სამხედროებისა და პოლიციის დახმარებით მათ აჯანყებულები დაამარცხეს. მაგრამ მანამდე ინჯირლიკი წარეულობაში ჩაითრია. ISIS-ზე საჰაერო ოპერაციები შეჩერდა. თურქებმა ბაზაზე ფრენის აკრძალვა დააწესეს, რაც იმას ნიშნავდა, რომ ამერიკულ თვითმფრინავებს იქ დაბრუნებაც კი არ შეეძლოთ. ინჯირლიკში უსაფრთხოების დონე დელტამდე აიწია, რაც ყველაზე მკაცრია. ელექტროენერგია გაითიშა და მის აღდგენას რამდენიმე დღე დასჭირდა. და ყველაზე მთავარი, ადგილზე მყოფი ამერიკელი პერსონალი იქვე გამოკეტილი დატოვეს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ დაკარგა წდომა საკუთარ რესურსებზე, მათ შორის ბირთვულ იარაღზე. ეს იყო ის მომენტი, როდესაც თურქეთში ბირთვული გაზიარების მთელი ლოგიკა სხვანაირად გამოჩნდა. აშშ-ის თავდაცვის ოფიციალური პირები არაოფიციალურად აფრთხილებდნენ, რომ იარაღი ფაქტობრივად გაჭედილია. ანალიტიკოსებს ეშინიათ, რომ ერდოღანი მიიჩნევს, რომ ფლობა თითქმის საკუთრების ტოლფასად მიაჩნია. თურქეთს შეიძლება ტექნიკურად არ ეკუთვნოდეს ან არ მართავდეს ბირთვულ იარაღს, მაგრამ რადგან ისინი თურქეთის მიწაზეა, აშშ-ის ოფიციალური პირები შიშობენ, რომ ერდოღანი მათ ფაქტობრივად თურქეთის საკუთრებად აღიქვამს. ეს არის კოშმარული სცენარი. ამერიკული ბირთვული იარაღი, რომელსაც იცავს მთავრობა, რომელსაც ვაშინგტონი სულ უფრო ნაკლებად ენდობა. ამიტომ ამერიკელი უსაფრთხოების ექსპერტები წლებია ცდილობენ ერდოღანის წინააღმდეგ წასვლას და თურქეთში არსებული იარაღის გაყვანას, მიუხედავად იმისა, რას ფიქრობს ის. თუ ეს ნიშნავს ხელშეკრულების დარღვევას, ასე იყოს. მაგრამ არსებობს პრობლემები. ასეთი ნაბიჯი ამერიკისა და თურქეთის ალიანსის დასასრულს ნიშნავს. რადგან როგორც კი ხელშეკრულების ჩარჩო დაინგრევა, დაპირისპირება დიპლომატიური აღარ იქნება და ოპერაციულ ფაზაში გადავა. და თუ ერდოღანი წინასწარ გაიგებს, ის შეიძლება რაღაცებს გააკეთებს, რომ სახე შეინარჩუნოს. შეიძლება ფიზიკურად შეაფერხოს იარაღის გატანა, რომ დრო მოიგოს. დაბლოკილი ასაფრენი ბილიკები, რაც ხელს შეუშლის თვითმფრინავების აფრენას, მაშინ როცა მთელი კრიზისი პირდაპირ ეთერში გადაიცემა საერთაშორისო ტელევიზიით. თუ საქმე ძალიან დამძიმდება, თურქებს შეუძლიათ ანტისაჰაერო იარაღი შეიყვანონ ტერიტორიაზე, რათა მიანიშნონ, რომ ბირთვული იარაღი არ საწავა. და თვითონ ესეთი სცენარების განხილვაც კი აჩვენებს, რამდენად არასტაბილური გახდა ეს შეთანხმება. რადგან ეს იარაღი განთავსდა ნატოს გასაძლიერებლად და არა იმისთვის, რომ ნატოს შიგნით კრიზისის შესაძლებლობა შექმნილიყო. და თუნდაც იარაღი წარმატებით მოეხსნათ, მერე რა. ერდოღანმა ამ შესაძლებლობის ნაწილი ჯერ კიდევ 2019 წელს წამოჭრა. მან თქვა, რომ ვერ მიიღებდა იმ აზრს, რომ თურქეთს ბირთვული იარაღის ქონის უფლება არ ჰქონდა. ასე რომ, თუ ანკარა ოდესმე იფიქრებდა, რომ ამერიკა მას ამ შეთანხმების საკითხში აღარ ენდობა, თურქეთის ლიდერებს მაინც შეეძლოთ დამოუკიდებელი ბირთვული შესაძლებლობისკენ წასვლა. ესეთი კრიზისის შემდეგ თურქეთში უზარმაზარი პოლიტიკური ზეწოლა იქნებოდა ვაშინგტონისგან დამოუკიდებლობის დასამტკიცებლად. ეს იარაღები ბირთვული იარაღის გავრცელების თავიდან ასაცილებლად არის განკუთვნილი, მაგრამ არასწორი პოლიტიკური პირობების შემთხვევაში ამ შეთანხმების დაშლამ შეიძლება პირიქით წაახალისოს მისი გავრცელება. აი, რამდენად დაშორდა თავდაპირველი ცივი ომის ლოგიკა თანამედროვე რეალობას. პასუხი ერთ კაცის მემკვიდრეზეა დამოკიდებული. ერდოღანი ამბობს, რომ 2028 წელს ხელახლა კენჭისყრას არ აპირებს, მაგრამ აქ ერთი ნიუანსია. თურქი ინსაიდერები ამბობენ, რომ ის მემკვიდრეს თვითონ აირჩევს და ვარაუდობენ, რომ ეს იქნება მისი სიძე, სელჩუკ ბაირაქტარი, თურქეთის დრონების ფლოტის ნათლია. ეს ნიშნავს, რომ ძირეული პრობლემა არც ქრება. რადგან როდესაც გადაწყვეტ, რომ ბირთვული იარაღი სხვა ქვეყანაში განათავსო, ამით ასევე წყვეტ, რომ შენი ურთიერთობა იმ ქვეყანასთან სტრატეგიულად შეუცვლელი გახდეს.
სამწუხაროდ, ზოგიერთი ქვეყანა, რომლებსაც ვაშინგტონი ცივი ომის დროს ჩავარდნისთვის ზედმეტად მნიშვნელოვან ქვეყნებად მიიჩნევდა, დღეს ბევრად უფრო პოლიტიკურად რთულია. მაგრამ განთავსებული იარაღი მაინც დარჩა. მსოფლიო შეიცვალა, იარაღი არა. და ყოველ წელს იზრდება სხვაობა იმ ადგილებს შორის, სადაც ეს ბომბები ახლა მდებარეობს და იმ ადგილებს შორის, სადაც თავდაპირველად მათი უსაფრთხოდ შენახვა იყო განკუთვნილი. გმადლობთ, რომ დღეს შემომიერთდით. იმედი მაქვს ვიდეო მოგეწონათ. თუ გსურთ მეტი მსგავსი ვიდეოს ნახვა, გთხოვთ გამოიწეროთ არხი და ჩართოთ შეტყობინებები. ეს მართლაც დიდ განსხვავებას ქმნის. კიდევ ერთხელ გმადლობთ და მომავალ შეხვედრამდე Map Pack-ზე.